ფიქრები, ღრუბლები, საავდრო ფიქრებიან, დაბორიალობენ ლანდები, დაბლად თავს მიკრავენ ჩვენი რაინდები, თბილისის ნამდვილი გრანდები. გიზო ნიშნიანიძის სახელი ყველაზე მეტად იუმორისტულ ჟურნალ ნიანგს უკავშირდება, რომელშიც მან ჯერ ჟურნალისტად დაიწყო მუშაობა, მოგვიანებით კი რედაქტორის მოადგილედაც დაინიშნა. ამავე ჟურნალის იუმორისა და კრიტიკის ადრესატები, როგორც სახელისუფლებო წრეების წარმომადგენლები, ისე ჩვეულებრივი მოკვდავები იყვნენ. თუმცა გიზო ნიშნიანიძესთან ყველაფერი მაინც სრულიად განსხვავებული პროფესიით, იურისტობით დაიწყო, რომელიც მან ყველაზე ნაკლებად გამოიყენა, რადგან მისთვის უფრო საინტერესო და მისაღები ჟურნალისტიკა, მწერლობა და პუბლიცისტიკა აღმოჩნდა. მინდოდა მომწონდა ეს ამბავი და იარაღი მინდოდა, რევოლვერი მინდოდა, რაღაც ფიქრობდა და ახლა იარაღი გავცვალე, რევოლვერი გავცვალე კალამზე, ტირილი გავცვალე სიცილზე და სიცილი ნაკლები იარაღი ხوار გონია შენ. როგორც თავად ამბობს ნიანგი, ის გამოცემა იყო, რომელიც ნაღმებს ყოველთვის საჭირო ადგილას და საჭირო დროს ათავსებდა. ამავე ნაღმებზე კი ხშირად ცნობილი ადამიანები, უფრო მეტად კი სახელისუფლებო წრეებისა და სხვადასხვა თანამდებობის ადამიანები ფეთქდებოდნენ. თუმცა ეს ყველაფერი შეძლების დაგვარად მოკრძალებულად კეთდებოდა. ცხადია იმისთვის, რომ ჟურნალის ავტორებს ზედმეტი აგრესია არ გამოეწვიათ. ნიანგში რაიკომის დივნებს ვერ ვაკრიტიკებდით, აღმასხობის თავმჯდომარებს ვერ ვაკრიტიკებდით. ნელ-ნელა ვაპარებდით, ჩვენ სახმართველს რო გავწერდით. ეს იყო სხვა, მაგრამ საკმაოდ ცდილობიანად და ლამაზად ვაკეთებდით ამას. მახსოვს ერთხელ ერთი სახმართველ რაღაც მიმართვის ფორმა ჰქონდა მოკითხვისა და ნახვის ნატურით, რუბრიკა იყო ასეთი და ვიღაც სახმართველს წერდი წერის, ახლა უყურე შეხედავ როგორი რევერანსებით წერდი. თქვენ და მირწმუნებული სახლის სახურავებიდან ჩამოსული წვიმით ნამუსიდან გარეცხილო კაცო. აი სანამ ნამუსიდან გარეცხილობამდე ვიდოით, ახლა პირდაპირ ნამუსი ბანობს ტალახში რა, არის ტალახის აბაზანებს ღებულობს. მისთვის სიცილი დღემდე ყველაზე დიდი ხელოვნებაა. მეტიც ამას იგი ნამდვილ მეფურთვისებას უწოდებს. თუმცა დღეს უკვე ბევრ რამეზე ნაკლებად ეცინება. ამბობს იმასაც, რომ ნიანგის სიცილი ყველგან ყურადღებიანი მაყურებელივით იყო ჩასაფრებული, რის გამოც ყველაფერი, რაც ჟურნალში იბეჭდებოდა, მკითხველისთვის ყოველთვის საინტერესო იყო. თანაც ამავე გამოცემაში თურმე არასოდეს ხუმრობდნენ არქაულ თემებზე. ჩარლი ჩაპლინი სხვა შორის როცა ფილმს იღებდა, ბოლოს ესე ბავშვებს აჯენდა ყველაზე პატიოსან მაყურებელს და თვითონ ჭუჭურდანიდან უყურებდა ბავშვების რეაქციას. და იმის მიხედვით ხდებოდა სწორი გადაწყვეტილება მიიღო თუ არა იმ მომენტში, რა მომენტსაც აჩვენებდა ეკრანზე, ამიგე, რომ ესე რეაქციის მიხედვით და სიცილი არის ყველაზე პატიოსანი მსმენელი. მუშაობს ამ ოთახში აი ამ მაგიდასთან. ამბობს, რომ ვიდრე წერას დაიწყებს, ფიქრს უფრო მეტი დრო მიაქვს. ყველაზე მეტად კი ცარიელი ფურცლის ეშინია. კომპიუტერს დღემდე ვერაფრით დაუმეგობრდა. კალმები, რომლებითაც ყველაზე განსაკუთრებული რამ დაუწერია, შენახული ნამდვილად არ აქვს. სამაგიეროდ უხვად აქვს ბეჭდური მედიის სხვადასხვა გამოცემა, თანაც აი ასეთი სახით. მოკლედ გიზო ნიშნიანიძე ერთგული მკითხველია, თანაც არა მხოლოდ საგაზეთო გამოცემების. ამ თაროებში სხვადასხვა ავტორებთან ერთად მის ცნობილ წიგნებსაც შეხვდებით. მათ შორის კი აი ეს კრებული ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოცემად მიაჩნია. სხვათა შორის ჰქონდა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ცენზურას თუნდაც ერთი მოთხრობის გამო მისი წიგნის გამოსვლაც კი შეუჩერებია. ჩვენ დროს, მთელი 70 წლის განმავლობაში, მთელი საბჭოთა კავშირი ინგეროდა ტაშით. და მე დავწერე ასე, სულ რაღაცა და მამის გულისთვის გააჩერეს წიგნი ესე და მე როგორც იქნა გაუშვეს. ნახევარი გვერდი იყო სულ. ну ჩვენ სოფელში მე სადღაც იაფად მუხტად ვიორღად როგორც იციან ააშენეს კულტურის სახლი ეცოტავად სიტყვა დაარქვეს კლუბის ეცოტავა დაარქვეს სასახლეს სადაა მე რომ მითხეს და გახსნეს დღეს ტაშეთ დაინგრაბეთ მეორე მე და ჩვენებური კაცი სადღაც ქართველი გეოლოგები გადააწყდნენ ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანესთან ქართულ სახლს ვიფიქრეს რა უნდა და მასპინძელო დაუძახეს გამოვიდა მასპინძელი მოხადა მოტეხა ყინული მოხადა ჭურებს თავი გაჩაღდა გათხება ყველაფერი და რა მოგვივიდოთ კაცო სად არისო საიდან სად მოხვდით აქ ქართველები ამ ქართველი კაცი როგორ მოხვდით რა გეკვით ბატონო 1 კილომეტრში კიდე აგერ ქართველი ჩვენ ყველგან ვართ ქართველები მე რომ დაუძახე რატო არ უძახე და ვემდურით ერთმანეთს
აი ეს უჭირს ჩვენ ვიცოთ. დღემდე წერს იმას, რასაც ფიქრობს. ამიტომაც ოჯახის წევრები მის ნაწერებს ხშირად სახიფათოდაც კი მიიჩნევენ. თუმცა თავად ამბობს, რომ მის სასახში ადამიანებს უკვე ნაკლებად თუ ეშინიათ რამის. საკუთარი ნაწერები არასოდეს გაუნადგურებია. ამბობს, რომ საკმაოდ ზარმაცია იმისთვის, რომ ერთხელ დაწერილი წაშალოს და კიდევ ერთხელ დაწეროს. თუმცა იმასაც თვლის, რომ საშლელი ხშირად კალამზე საჭირო რამეა. ისე კი რაც დაუწერია და არ წაუშლია, ხშირად ხელისუფლებას ძალიან არ მოსწონებია. მაგალითად, ედუარდ შევარდნაძესთან დაკავშირებით მას ასეთი რამეც კი ახსენდება. თქვენ აქ ჩემი მილიციას ბაშობით ამაიმუნებთ ჟურნალებში. მაგას მე რამდენ ხანი ჭირდება, იცი რომ ცოტა რაზე რომელზე ლაპარაკი სამტრედიაში ტექთან დახატული ხო და სამტრედიაში რო იყოფა. იქ ტექთან დახატული ხო და დიდი ბუღასავით ინსპექტორი. ამიტომ დედაბერს ძროხა ყავდა გამოყვანილი და აქ ნოაჩერებ შენ ძროხას სამხედავ აქ ბალახსო და რა ვიცი შვეიცარიელი გამختარი მოგიყვანეს თავის ძუძი, მაგრამ ახლა ხეხარ ბუღასავით ეს იყო და წერას ჭირს ერთდაიგივე უბედური, ერთ რამეშია ბედნიერი და იმავეშია უბედური. ახლა რა არის? ჩემი გაგებით რა. წერას უკვე წაკითხული აქვს ის, რაც აწი უნდა დაწეროს. ხო და აწი უნდა ის დაწეროს ის, რაც მას უკვე წაკითხული აქვს. გამიგე? მეორე მხრივ ეს არის. არ არის ეგრე? ასეთია ბედის წერა სილამაზის მაზიებლის, ესეც შენი ვერნის საჯმე, ვერის ვარიაციები. ძველ თბილისელებთან საინტერესო ისტორიები უფრო მეტად კი დიდი მეგობრობა აკავშირებს. თვლის, რომ დღეს თბილისმა სახე დაკარგა, იმ თბილისმა, რომელსაც ორიენტალისტურ სამყაროში სიხარულის სახლსაც კი უწოდებდნენ. ამბობს იმასაც, რომ ქალაქი, რომელსაც თავისი ხასიათი აქვს, პოზიციებს ასე ადვილად არ დათმობს და საკუთარ სახეს აუცილებლად დაიბრუნებს. ვიღაცა ჩემზე უფრო ძველმა თბილისელმა გამაჩერა და მითხრა, გინდაო გაიგო და გითხრა როგორ უნდა გაიგო, ვინ არის თბილისელი. თუმცა შენ ალბათ გეცოდინებო, თან ესე მომეფერა. მოკიდე მაჯაზე ხელი და თბილისი უხსენა. თუ აუჩხარდაო მაჯაო, ესე იგი თბილისელიო, გამიგე? ეგრე იყო ისოთ. დღეს გიზო ნიშნიანიძე ისტორიებს, რომლებიც ცნობილ თბილისელებს უკავშირდება, დიდი სიამოვნებით იხსენებს. ასეთი ისტორიები კი მის ანგარიშზე საკმაოდ მრავლადაა. აი მოდიოდა მაგალითად რეზო ლაღიძე. იდგენ ეს რეზო საქმიანი კაცი იყო და გაჟღენთილი ყუყუზოში მუსიკით და და ეჩქარება რეზოს და დაინახა ზემერზე თხანან ეს ბიჭები კუკურაჟღენტი ეს ვახტანგ ჭყოიძე ესენი ისინი არ მინახა ყველა თქო მათ შორის მეც ვიყავი ალბათ და რა სასტავი ხართო კაცო რა სასტავი ხართო მაგრამ მე მეჩქარებო ეს უნდა ეთქო მაგრამ ეს აღარ უთქვია რა სასტავი ხართო სასტავი კაი ვართ ბოშო მაგრამ პარაოზი გვაკლეო ესე იგი წამყვანიო დამპატიჟებელია ну მაგალითად ესე ყველაფერი შვენოდათ რა როცა შენ ვერ ხედავ ეს რომ ჩემი გაგიჟების დღე დადგეს არ მომისმენეთა ვაი ვეღარ ხედავ ამზეს ჩვენ აქ დროებით წყვეთ ჩვენს პაემას ვერაზე და გაჩვენებთ უნიკალურ ფირს რომელიც თითქოს გულმა უგზნო შემთხვევით გადაიღო გორში უკანასკნელ შეხვედრაზე გოგი საბაძესთან მისმა შვილმა კომპოზიტორმა კახა საბაძემ. ყურადღება ჩვენ ახლა ხედავთ უნიკალურ ვიდეო კადრებს. ამ პაემანიდან იმ უკანასკნელ პაემანამდე გაივლის ზუსტად 5 წელი და გოგი საბაძე ფეხზე მდგარი შეხვდება სიკვდილს როგორც სოფოკლე. როგორც ჯარისკაცები ეცემიან ბრძოლის ველზე. იგი ფარდასთან ერთად დაეშვება მშობლიურ მიწაზე. ამ 5 წუთამდე კი რჩება ზუსტად 5 წუთი.
უბა იტყვის უსნაურ სიტყვას და რაღაცნაირად წინასწარმეტყველურად წამოწდება სიტყვა სიკვდილი. ადამიანს სიცოცხლეში უნდა ვცეთ პატივი და არა მარტო სიკვდილის შემდეგო. გოგი იმღერებს თავის გედის სიმღერას და რაღაც უსნაურად გაისმის სიტყვები. ავდგეთ ფეხზე, უგალობოთ სწორედ ამ გულს, ახლა რომ აფეთქდება. ადგება და წავა. დაუკვირდით გულზე დაიდებს ხელს და იტყვის თავის უკანასკნელ სიტყვას. დამის უკვდავ თბილისურ ჰანგთან ლექსად შესიტყვებული მორის პოცხიშვილი იტყვის. ქუდები მოიხადეთ ბატონებო, უკანასკნელი ყარაჩოღელი ემშვიდობება თბილისს. ამის გარდა იგი ასეთ შემთხვევასაც იხსენებს. რეზო ებრაელიძე ყვერთ გენიოსი ბეჭი იყო, დრამატურგი იყო, აკადემიკოს ბერიტაშვილი სიძე იყო. ხო და გამოვიდა ერთხელ ზამთრის პირია უკვე და დღეში არიან რომ დამპატიჟებელს ელოდებიან და არ ჩანს არავინ დამპატიჟებელი და ამ დროს რეზო ებრაელიძე გამოჩნდა. და რეზომ უთხრა რა გიყოთ ახლა მამაჩემო ხელთათმანების ფული გამომატანა ზამთარი მოდისო და ესო არ გაყოფათ მაიცო თუ გიდათ ჩემი თავი გელა და არა როგორ გეგადრა მამაშენს ახლა უკეთეს დამპატიჟებელს ელოდებიან გამიგე რომ ხელთათმანის ფული ეცოტავებად და ბოლოს რო ნახეს უკეთესი არ გამოჩნდა ისევე ლომკები დაეწყო იმას აქვე კუკურაჟღეს და რა იყო მამაშენი რომელი ევგენია კარგი რა და დაამღეროს ეგ ფული დაამღერეს. თბილისელებთან, უფრო კი ვერელებთან მეგობრობამ საბოლოოდ გიზო ნიშნიანიძე პოეზიასთან დააკავშირა, რასაც მისი ცნობილი შეხვედრები ვერაზე მოჰყვა, რომელიც თბილისელებს დღემდე ძალიან კარგად ახსოვთ. საოცარი რაღაცა იყო, მე რო ეგ მივიტანე ფილარმონიაში და პირველად ლექსად დაწერილი ნახეს, შეშინდეთ ჩემიანების და სხვებისო, ხომ არ გააფრენო, იმიტომ რომ ლექსის წერაც ფრენასთან არის დაკავშირებული და გაფრენასთანაც სხვადასხვა. მაგრამ მეწარებოდა ლექსად და დავწერე. შოთა ნიშნიანიძეს წაუკითხე პირველად და მოეწონა. რეზო მიშველაძეს წაუკითხე, მოეწონა. მე არ ვუშავს, значит, კარგია. კარგია, მე კი არ მეპარებოდა მაგაში ეჭვირო, კარგი იყო, მაგრამ ახლა რაღაცაში ხომ კალამთან დიდი ხანია და მე კავშირში ვარ, მაგრამ პოეტურ კალამთან არ ვიყავი კავშირში და ესა და მოვიდნენ ეს პირველი რანგის მსახიობები, სოფიკო ჭიაურელი, ესენი რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო და ნუ თქვენ ეროსი მანჯგალაძე იმის სულს გაანათლეს, მერტი ეროსის ფუფუნება მქონდა, მე რო ეროსი ყოველდღე მეფის ხმა მქონდა, მეფის აღნაგობა, მეფის რა ვიცი სიყვარულის ღმერთის სახელი მქონდა, მაგრამ ღმერთად ვერ ვიწამით, იმიტომ რომ ყოველდღე პირზეპოსტი ხდებოდა. აი ესეთი ფუფუნება მქონდა და ამ ბიჭებზე რომ რაღაცა არ დაწერილი იყო, შეუძლია ვიღაცას უნდა დაეწერა. ამიტომაც არის გაანათლებს ღმერთი დედათა მონასტერში განისვენებს როგორც ანგელოზი მორის პოცხიშვილი. ერთადერთი იმან დაწერა დადებითი რეცენზია და თქვა რომ ჩვენს ყველას ერთად უნდა დაგვეწერაო და დღესო ბედი გიზო ნიშნიანიძის მხარეს აღმოჩნდაო და მან ბეწვის ხიდზე გაიარო, მაგრამ ხომ გაიარო. და ესე მოხდა და ფილარმონიაში 1991 წლის 28 დეკემბერს, როცა ვერავის ვერ შეკრიბა, მთელი თბილისის ბომონდი იქ იყო, ეცოდა. სულ ყველა იქ იყო და თათრად გაათენა ის ღამე ვერამ. და მე ბედნიერი ვარ, რომ ეს ერთი ღამე მაინც
ვაჩუქე თბილისს. საკუთარ თავს 5 ვარსკვლავიან ბაბუას უწოდებს, რადგან 5 შვილიშვილი ჰყავს. დიდი ხანია, რაც ასაკთან მეგობრული დამოკიდებულებაც გაუჩნდა და ამავე ასაკის უკვე ნაკლებად ეშინია. ამიტომაც ამბობს, რომ მას ღმერთმა სიბერის ნიჭიც კი მისცა. ერთადერთი, რაც გიზო ნიშნიანიძეს ხანდახან საკუთარ ასაკს ახსენებს, აი ეს კონიაკია, რომელიც მისივე სახელობისაა და საკმაოდ ძველ სპირტზეა დამზადებული.